შუადღე მშვიდობის BMG TV-ს ეთერში გადაცემა ქალების ნარატივს ვიწყებთ მიმდინარე კვირას სტუმრებს BMG სტუდიაში მე მარია მიზორია ვმასპინძლობ. თემებსა და სტუმრებზე ვნახოთ ანონსი, რამდენიმე წუთში უკვე პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. საქმიან კვირას და ხუთშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 25 დეკემბერს 11 საათსა და 30 წუთზე ვმასპინძლობთ ლია ტაბატაძეს, ნინო გიორგაძეს და თეკა ჯამაკაშვილს. სოციალური საწარმო ბაბალე 2014 წელს შეიქმნა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ. შემოქმედებითი იდეების ავტორები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ბაბალეს ყოველდღიურ საქმიანობაში. ბაბალეს და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის 2025 წელს შეაჯამებს მათი ერთ-ერთი დამფუძნებელი ლია ტაბატაძე. საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია ლიმო 2020 წელს გამოჩნდა ბაზარზე. მომხმარებელს 2-დან 12 წლამდე ბავშვის სამოს თავაზობს. ლიმოს პროდუქცია საქართველოს გარდა იყიდება ამერიკულ ამაზონზე ექსპორტში. ექსპორტზე გადის სომხეთში, შვედეთსა და საფრანგეთში. როგორი იყო ლიმოსთვის 2025 წელი და რა გეგმებით ხვდება 2026 წელს? ქალების ნარატივში ბრენდის დამფუძნებელი ნინო გიორგაძე გაგვიზიარებს. ბამო ეკომეგობრული ოჯახური საწარმო სახელოსნო, სადაც ყველა დეტალი იქმნება ხელით და გულით. ეს არის ხელნაკეთი დეკორაციების, სათამაშოებისა და ნივთების ჯადოსნური სამყარო, სადაც მასალებს შორის ეკოლოგიური საღებავები, ბუნებრივი ქვა, რკინა და ხელოვნური ტყავიცაა. ბამო იყოფა სამ ძირითად სეგმენტად და წარმოება სრულად შეესაბამება ევრო სტანდარტებს. უფრო მეტ დეტალს ბამოს ბრენდის შექმნისა და განვითარების ისტორიაზე, აგრეთვე 2025 წლის შეჯამებითა და სამომავლო გეგმებით ქალების ნარატივის პირდაპირ ეთერში ბრენდის თანადამფუძნებელი თეკა ჯამაკაშვილი ისაუბრებს. სიახლეებით ქალი მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ს პირდაპირ ეთერში. გადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. გადაცემის პირველ ნაწილს სოციალური საწარმოს ბაბალეს ამბების მოკითხვას უთმობთ. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც თითქმის უკვე 10 წელია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ქმნის სივრცეს, სადაც მათ ხატვის, კერამიკაზე და ქსოვილებზე მუშაობის სწავლა შეუძლიათ. ყველა აქტივობით კი ეს ადამიანები პროფესიას იძენენ, შედეგად დასაქმების ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობენ. ბაბალეს შემოქმედების მიერ შექმნილი პროდუქცია, როგორც ონლაინ, ასევე შოურუმში იყიდება. ბაბალეს არაერთი წარმატებული გაყიდვა აქვს ასევე საერთაშორისო ბაზარზე. სოციალური საწარმო ბაბალეს 2025 წელს ლია ტაბატაძესთან, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად ვაჯამებთ. მოგესალმებით, ქალბატონო ლია, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. უპირველესად მინდა დავიწყოთ 2025 წლის შეჯამებით, როგორც ასოციაციისთვის, ასევე უშუალოდ ბაბალესთვის, სოციალური საწარმოსთვის, როგორი იყო 2025 წელი, რა წარმატებული პროექტები შედგა, რა იყო მთავარი გამოწვევები? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის, როგორც გასულ წლებში, ისევე ამ წელს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის და საზოგადოების მხარდაჭერა. და როდესაც მოვდიოდი თქვენთან ეთერში, ძალიან ბევრი ვიფიქრე 2025 წელზე. მინდა დავიწყო იქიდან, რომ ფაქტობრივად ფიქრის დრო არ მქონდა წელს, ესეთი წელი იყო და რეალურად გუშინ საღამოს ვიფიქრე, რა მოხდა 2025 წელს მთლიანობაში. ძალიან უცნაური წელი იყო. ყველა თავისი გამოწვევით, იქიდან გამომდინარე, რომ ყველასთვის, ჩვენთვის საზოგადოების ცნობილია, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობის კარი დაიხურა ქვეყანაში, მაგრამ ამის პარალელურად არ ვჩერდებით, ვიბრძვით, ყოველდღიურ შრომაში და რუტინაში ვარ და ძალიან ბევრი ფანჯარა და კარი გაიღო ამის აპასუხოდ და შესაბამისად არის ძალიან უცნაური წელი. მაგალითად, წელს პირველად ხდება ის, რომ დაუნის სინდრომის ასოციაცია მისი არსებობის მანძილზე ნულოვანი ბიუჯეტით ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიცით, ხო, გრანტებზე ხელმისაწვდომა ფაქტობრივად აღარ არსებობს და პირველი წელი გვაქვს ესეთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასოციაცია არ გაჩერებულა. ყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რომელსაც არ ვიცი რა გზებით, მაგრამ ვინარჩუნებთ და მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი წარმატებული
სვლა ქონდა 2025-ში, როგორც საქართველოში, ისევე საერთაშორისო ასპარეზზე. მაგალითად, წელს პირველად მოხდა ის, რასაც მთელი ცხოვრება ვოცნებობდით. ჩვენი ახალგაზრდა გოგონა დაუნის სინდრომით წარსდგა ევროპარლამენტში სიტყვით და ისაუბრა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, დაუნის სინდრომის მქონე პირების და განსაკუთრებით ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, თავისი გამოცდილებიდან და დაიმსახურა უზარმაზარი ყურადღება მათ მიერ დასმული ბევრი კითხვები და ამას კიდე თავისი უკავშირები მოყვა. ჩვენ ამისთვის ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ვემზადებოდით, რომ ჩვენ შვილებს შეეძინათ ისეთი მნიშვნელობა, რომ ყოფილიყვნენ მოსმენილები. არა მარტო სამეზობლოში, სამეგობროში და ზოგადად საქართველოში და ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო სივრცეში, იმიტომ რომ სხვანაირად ადამიანის უფლებებს ვერ მოაწესრიგებ. გარდა მაგისა, გქონდა არაერთი გასვლა საერთაშორისო დაწყებული გაზაფხულიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მსოფლიო სამიტს ვესწრებოდით და მონაწილეობდით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის წარმომადგენლობა ოფიციალური არ იყო, ძალიან მნიშვნელოვან დეკლარაციას მოეწერა იქ ხელი, ბერლინ-ამანის დეკლარაცია, რომელიც გლობალურ ინკლუზიაზე მუშაობს და აქეთ მოუწოდებს ქვეყნებს და სამწუხაროდ ჩვენმა ქვეყნამ არ მოაწერა ხელი. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობთ, რომ დავანახოთ საერთაშორისო სამეგობროს და ჩვენ სფეროში ჩართულ პირებს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან წარმატებული ორგანიზაციები არიან და ჩვენი სიტყვა გვეთქმის. ასევე მონაწილეობა მივიღეთ ევროპის დაუნის სინდრომის ასოციაციის ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ის, რომ ჩვენი ასოციაცია ამ ევროპულ გაერთიანებაში საკმაოდ წარმატებული მნიშვნელოვანი რგოლია, რომელსაც იქით შეუძლია გააზიაროს ცოდნა, გამოცდილება და ექსპერტიზა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ასევე ბაბალესაც ქონდა საერთაშორისო წარმატება, წელს პირველად გავიდა ვენაში, გაეროს ესეთი საქველმოქმედო ბაზარი, ასე ქვია, რომელიც ბავშვებისთვის კეთდება და შემდეგ გაეროს ფონდი იღებს გადაწყვეტილებას რა პროექტებში მიმართოს ეს თანხა და ბაბალე ჩაერთო დაახლოებით 10,000 კაცი ესწრებოდა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ბაბალემ და ამან გვიბიძგა იქითკენ, რომ ექსპორტზეც ხო არ დაგვეწყო ფიქრი და სწორედ ამ საკითხებსაც ვამუშავებთ და გარკვეული გზებიც გამოჩნდა და ვფიქრობ, რომ 2026-ში უკვე შევძლებთ ექსპორტზე ბაბალის წაღებას. გარდა ამისა, თვითონ ჩვენი ორგანიზაცია, როგორც გითხარით, რომ ფაქტობრივად ახალ წელს ნული ბიუჯეტით ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი აქტივობა განახორციელა. გაეროს მხარდაჭერით, ანუ და კიდე რამდენიმე საელჩო გამოჩნდა, რომელიც გარკვეულწილად უფრო გრძნობელობა გაეზარდათ ჩვენი სფეროს მიმართ, იმის მიმართ, რომ ხედავენ, რომ ნამდვილად ვიბრძვით და გვინდა, რომ გადავარჩინოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და ვისაც როგორ შეუძლია, თქვათ, რაღაც პროდუქტის სახით იქნება, ეს რაღაცა სივრცის დაქირავებით მხარდაჭერა, რომ შევძლოთ შეკრება, ამ კუთხით გვეხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის. და ამის შედეგად ჩვენ გაზაფხულიდან მოყოლებული მშობელთა კონფერენცია ჰქონდა, ბიზნესებთან შეხვედრა და ვავითარებთ უფრო CSR-ის მიმართულებას და გადავედით უფრო პარტნიორულ ურთიერთობაზე ბიზნესებთან, რაც აქამდე არ ჰქონდა და უფრო სხვა ტიპის ურთიერთობა იყო და ამაში ძალიან დაგვეხმარა კომპანია ჯებრა, რომელთან ერთადაც დავიწყეთ კამპანია შენგარეში არ გამოვა და წელს ეს კამპანიაც ჩაუშვით და თავისი გარკვეული გამოხმაურებები და წარმატებები აქვს, თუმცა ამის შედეგებს უფრო 2026-ში ველოდებით და იმედი მაქვს, რომ დადებით შედეგებს გაგაცნობთ და ასევე გაეროს სხვა პროგრამები საქართველოში ცდილობენ, რომ დაგვეხმარო, რომ არ გავჩერდეთ, არ გავარჩეროთ ჩვენი საქმიანობა და მიღწევები და სწორედ ეს საერთაშორისო გასვლები და მონაწილეობა ჩვენი სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში სწორედ მათი მხარდაჭერით მოხდა. ასევე დანიის, ნორვეგიის საელჩო, გერმანიის საელჩო, იგივე გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ბაბალე იწყებს ახალ მიმართულებას 2026 წლიდან, საბეჭდი ნანადგარები შევიძინეთ, რითაც ერთის მხრივ გავაძლიერებთ ჩვენი ბაბალეს პროფორიენტაციის და დასაქმების პროგრამას, რომელშიც არიან ჩართულები დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები
სტუდენტები და ახალგაზრდები, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ კიდევ ახალი პროფესია შევასწავლოთ და კიდევ მეტი დასაქმების ადგილი შევქმნათ როგორც შიგნით, ისე მოვამზადოთ გარე დასაქმებისთვის. და ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პირველად მოხდა ის, რომ ბაბალეს პროგრამამ ისე იმუშავა, რომ ორი ახალი დასაქმებული გვყავს, არა ბაბალეში, არამედ ერთი სასტუმროს ბიზნესში, მეორე საერთაშორისო კომპანიაში ოფისის თანამშრომლად. ერთი ბიჭი არის, ერთი გოგო და ძალიან ბედნიერები ვართ ამ ფაქტით, რომ ფაქტობრივად ძალიან უცნაური წელია, ანუ რაზეც გვიოცნებია თითქოს რაღაცები ახდა, რაზეც გვინერვიულია, რომ რაღაცნაირად მდგრადები ვიყოთ და არ დაიკარგოს ჩვენი შრომა, სულ რაღაც სტრესში გვიწევს ყოფნა და ეს წარმატებები, რაც ახლა ჩამოვთვალე, ფაქტობრივად არის ჩვენი გუნდის იმის, რომ ძალიან კრეატიულები ვართ, ყოველთვის რაღაც გამოსავლებს ვეძებთ. მარტო 2025-ში დაახლოებით 5 კრიზისული სამოქმედო გეგმა დავწერეთ, გავაანალიზეთ, ანუ სულისვლება გარემო ჩვენს ქვეყანაში ვიცით და ყოველთვის ამას შესაბამისად პასუხობთ. ვხდებით, ვფიქრობთ, ვაანალიზებთ, შემდეგი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს. ეს არის ურთულესი ბრძოლა, ანუ სულ ვამბობ, რომ დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები რესურსი გვაქვს ვიდრე ოდესმე გქონია, მაგრამ 10-ჯერ მეტი საქმეა და გაიზარდა ჩვენი საქმე. ეს არის 24 საათიანი შრომა გადარჩენისთვის, თუმცა თავისი შედეგები მოაქვს და წარმატებები, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას და ძალას, რომ გავაგრძელოთ ეს მოძრაობა. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩვენი მოძრაობა, რომელიც გადაიქცა დაუნის სინდრომის ასოციაციად, ბაბალეთ, რომელსაც უკვე ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს და უამრავი ადამიანი არის დაინტერესებული ჩვენი პროდუქციით, ამ ყველაფრის უკან ადამიანები, კონკრეტული ადამიანების ისტორიები დგას, ხო, მათი წარმატებების, რაც ჩვენ არ გვინახავს აქამდე, ეს გამოცდილება არ ქონია საქართველოში, რომ იგივე ვთქვათ ევროპარლამენტში ადამიანი გამოვიდეს და ისაუბროს საკუთარ უფლებებზე, დასაქმებული ვნახოთ ისეთ კომპანიებში, რომელშიც ნებისმიერი მოქალაქე ინატრებდა და მართლა ღირსეულად უძღვებიან თავიანთ საქმიანობას. ეს რომ არა ჩვენი მოძრაობა, ეს ყოფილი ვერ იქნებოდა. ამიტომ ეს გვაძლევს იმის ფიქრის და მტკიცებულებას, რომ ეს უნდა გაგრძელდეს. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მდგრადობა შევუნარჩუნოთ და უფრო მდგრადი გავხადოთ. ამან მიგვიყვანა იქ იმ ფიქრებამდე, რომ აი მაგალითად ბაბალე მთელი მისი არსებობის მანძილზე სულ იჯარით არის რამდენიმე სივრცე აქვს, მაგრამ ყველგან იჯარას იხდის, ხო, სახელოსნოებში, მაღაზია, შოურუმში, ასოციაციაც ისე არის საოფისე ფართი აქვს, მაგრამ მუდამ დგას რაღაც დახურვის რისკის წინაშე. ამიტომ ჩვენი მთელი ძალისხმევა 2026 წლისკენ მიმართულია იმისკენ, რომ რაღაცნაირად შევძლოთ და საკუთარი სივრცე გქონდეს, სადაც ამ საქმიანობას გავაერთიანებ და რაც არ უნდა მოხდეს, არ შეეხება და ადამიანები შეძლებენ მინიმუმ სივრცე გქონდეთ და იმუშაონ და გააგრძელონ საქმიანობა. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენი ექსპერტული ცოდნა, რაც ამდენი წლის განმავლობაში დაგროვდა, წელს რაღაცნაირად გაიფურჩქნა ყველაფერი. მაგალითად, შევქმნით ტრენინგ მოდულები ბიზნესებისთვის, რომელიც ეხმარება ინკლუზიურ დასაქმებაში და ამან გამოიღო თავის შედეგი სწორედ ორი ადამიანის დასაქმების და მათი მხარდაჭერის. შევქმნით ბაბალეს პროფორიენტაციის პროგრამა, რომელიც უფრო სისტემური გახდა და კონკრეტულ შედეგებს გვიდებს ყოველდღიურად წარმატების. დავამუშავეთ თვითადვოკატირების პროგრამა და მივყვებით პროგრამულად ამ ყველაფერს. ასევე თვითონ ექსპერტული ცოდნა ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან გაიზარდა ჩვენთან. ჩართულები ვართ საერთაშორისო ჯგუფებში. და ამ კუთხითაც ძალიან ბევრს მუშაობთ და უახლოეს ინფორმაციაზე გვაქვს წოდნა, წვდომა და ის ინფორმაცია, რაც ვთქვათ, ჩვენი სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, პირველები ჩვენ ვართ და ვაზიარებთ, რომ ჩვენი შვილები მეტად ჯანმრთელები და დაცულები იყვნენ. თან იმ ფონზე, როდესაც
ჩვენ მიერ შექმნილი და ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცებული პროტოკოლი ჯერ ისევ არ არის ხელმოწერილი მინისტრის მიერ და არ არის ძალაში. ხო, კიდევ უფრო გავააქტიურეთ, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული. ამას მოყვა ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი ფონდის ინსტიტუციური განვითარება. იცით, რომ ჩვენ პარალელურად ფონდიც დავაფუძნეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და ამ ჯანმრთელობის და მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რომელიც ფაქტობრივად ფიზიკური პირების შემოწირულობაზეა, წელს მისი რებრენდინგიც გავაკეთეთ და არ შემიძლია მადლობა არ უთხრა კომპანია Windforce, რომელმაც სრულად უსასყიდლოდ იმუშავა ჩვენს რებრენდინგზე, როგორც ასოციაციის, ისე ფონდის და მანამდე ბაბალესი ის სილამაზეები კომუნიკაციაში, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, სწორედ მათი მხარდაჭერით შეიქმნა სრულად უსასყიდლოდ, რაც ძალიან გვეხმარება საზოგადოებასთან სწორ კომუნიკაციაში და ფონდიც წელს ინსტიტუციური განვითარების გზას ადგას. ყავს თავისი დირექტორი უკვე და გარკვეული ნაბიჯები არის წინ. ანუ ესეთი რაღაცნაირი საინტერესო დატვირთული რთული, ანუ გამოწვევები არ გველევა, ყოველდღე რაღაცა სიახლე ხდება ჩვენს ქვეყანაში, არასახარბიელო, სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის, რომ ამ ყველაფერზე რეაგირება და საპასუხო ქმედება მოაყოლოს შემოქმედებით ჭრილში, რაც არ გვიჭირს სწორედ ეს კრეატიული აზროვნება და ყოველთვის რაღაც გზებს პოულობთ. და როგორც აღვნიშნე, მართლა ძალიან დიდი შრომის შედეგად ხდება და ჩემს გუნდს მინდა აქედან მადლობა გადავუხადო ყველას მათი გაწეული წვლილისთვის და საქმეოდ. რაღაცნაირად გაგვიმართლა, რომ სულ ისეთი ადამიანები შემოიკრიბნენ ჩვენი საქმიანობის გარშემო, რომლებიც თლიანად იხარჯებიან და მთელ გულს და სულს დებენ ამ საქმიანობაში. კაპიტანო ლია, კითხავთ ერთსაც, უკვე წინა საახალწლო შესყიდვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვიცით, რომ ბაბალე კორპორატიული მიმართულებით ძალიან გააქტიურებულია და თითქმის არ არსებობს სასაჩუქრე ყუთი, სადაც არ ხვდება ადამიანს ბაბალეს ერთი ნივთი მაინც. ამ მიმართულებით როგორი წელი გაქვთ და რამდენად გააქტიურდა ბიზნესი, რამდენად, ასე ვთქვათ, გააძლიერა ბაბალე მევის მიმართულებაც? მადლობა კითხვისთვის. შარშანდელთან შედარებით წელს უფრო გააქტიურებულია ბიზნესი და საკმაოდ ბევრი კორპორატიული შეკვეთა ჰქონდა და მართლა უამრავ ადამიანთან მივა ჩვენი საჩუქრები, თუ მთლიანი ყუთი არა, რაღაცა მაინც იქნება ბაბალესგან წასული და გარდა მაგისა, რომ ყიდულობენ, თქვათ, რაღაცა პროდუქტს, ბიზნესმა დაიწყო სხვანაირი ფიქრი ბაბალეს შესახებ, რომ კიდე მეტი რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. ასეთ ფიქრებს და ურთიერთობას მოყვა ის, რომ ბაბალე საიტი უკვე განახლებული, დასრულებული იანვრიდან ჩაეშვება და სწორედ ესეთი ურთიერთობები აჩვენს ახალ შესაძლებლობებს. ანუ ბიზნესებმა დაინახეს ის, რომ ჩვენი მზრუნველი საჩუქრების უკან ნამდვილად გაზრუნვა და მეტი ხარდაჭერა ჭირდება, მეტი განვითარება იმისთვის, რომ შევძლოთ იმ ყველაფრის მიღწევა და წარმატებების და შედეგებზე გასვლა, რაც ჩამოვთვალე, ხო, ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ ჩვენ აქამდე გქონდა, ვთქვათ, სხვა რესურსებზე და შესაძლებლობებზე წვდომა და ეხლა ფაქტობრივად საკუთარი თავის იმედად დავრჩით და ბაბალე ამაში ძალიან გვეხმარება და ესეც მინდა აღვნიშნო, რომ ამ მოცემულობამ ასევე გვიბიძგა იქითკენ, რომ ბიზნესის მიმართულების ხაზი კიდევ უფრო გავმართოთ, ექსპორტზე ვიფიქროთ. მაგალითად, ეხლა აეროპორტში შედის უკვე დღე-დღეზე ბაბალე, დუტი ფრიშიც დახვდება ჩვენს მომხმარებლებს და შეძლებენ გააყოლონ ფრენის დროს ჩვენი ნივთები საჩუქრებად. ანუ ძალიან ბევრი ფიქრი დავიწყეთ ამ მიმართულებით, როგორ შევინარჩუნოთ ფინანსური მდგრადობა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს შევძლოთ, რომ ეს მხარდაჭერა, რაც გავუწიეთ აქამდე, არ შევაჩეროთ და უფრო მეტ ადამიანს მივწვდეთ. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შვილებს შეუძლიათ, რომ მათაც იგივე უფლებები აქვთ, იყვნენ დამოუკიდებლები, ქონდეთ საკუთარი პირადი ცხოვრება, ქონდეთ სამუშაო ადგილები, შეძლონ ღირსეული თანაცხოვრება სხვა მოქალაქეებთან ერთად. ეხლა მთავარია, რომ ეს შევინარჩუნოთ და შევძლოთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ. რაც ძალიან დადებითად იმოქმედებს როგორც საზოგადოებაზე, ისე ქვეყნის განვითარებაზე მთლიანობაში.
ლია, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, საინტერესო ამბების შეჯამებისთვის და მოკლედ წარმატებები ბაბალეს ასოციაციას თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, გელოდებით უკვე 2026 წელს სიახლეებით, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იქნება. უღრმესი მადლობა და იმედი მაქვს, რომ 2026-ში კიდევ უფრო მეტი წარმატებული ამბის მოყოლა შეიძლება. მადლობა კიდევ ერთხელ ლია ტაბატაძე, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელი და ასევე ბაბალეს დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. ეხლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ რამდენიმე წუთში მორიგი საინტერესო თემითა და სტუმრებით დაგიბრუნდებით. ვაგრძელებთ ქართულ წარმოებაზე საუბარს და ამჯერად ბავშვთა ტანსაცმლის ქართულ ბრენდზე ლიმოზე გიყვებით, რომლის მთავარი აქცენტი არის ხარისხი. ლიმოს წარმოების უკან სამკერვალო ლიდერი დგას, რომლის თანამშრომლებიც განსაკუთრებით ზრუნავენ იმაზე, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მათ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქცია შესთავაზონ. წინა საახალწლო პერიოდში რამდენად აქტიურდება გაყიდვები და სწორედ სადღესასწაულო აქტივობები უნდა მიმოიხილოთ. დღევანდელ ეთერში ნინო გიორგაძე, ლიმოს დამფუძნებელია, ჩვენი სტუმარი. ნინო, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნინო, რადგან მიიწურა 2025 წელი და არასრული ერთი კვირა დარჩა ამ წლის დასრულებამდე, ტრადიციულად თქვენთან დავიწყებ შეკითხვით 2025 წლის შეჯამებასთან დაკავშირებით, როგორი იყო 2025 წელი, როგორც სოციალური საწარმოსთვის, ასევე უშუალოდ ლიმოს ბრენდის მიმართულებით. დიახ. გავაგრძელებ ხაბატონი ლია ტაბატაძე, რომელიც პირველ ბლოგში ყავდათ, მის ესე ვთქვათ მონაყოლს, ჩვენ ორივე სოციალური საწარმო ვართ და გვაერთიანებს ჩვენი სხვადასხვა სოციალური მიზნები, რომელიც საბოლოო ჯამში ემსახურება იმ სოციალური პრობლემების მოგვარებას, რაც დგას ქვეყანაში. ჩვენი სოციალური საწარმო ემსახურება შიდა ქართლში მცხოვრებ სოციალური საჭიროებების მქონე ქალების გადამზადებას, პროფესიის შესწავლას და ამ გზით დასაქმებაში ხელშეწყობას. ჩვენ დღემდე 2016 წლიდან გადამზადებული ყავს 500-მდე ქალბატონი, რომელიც დასაქმებულია ნაწილი ჩვენს საწარმოში, ნაწილი სხვა საწარმოში და უფრო დიდი ნაწილი თვით დასაქმებულია, რაც ნიშნავს, რომ თვითონ დაიწყეს მცირე ბიზნესი და აქტიურად მუშაობენ დღემდე და ჩვენ მათთან ძალიან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან მახარებს ის, რომ ჩვენ ვქმნით კვალიფიციურ კადრებს შრომის ბაზარზე ამ კუთხით და ამ გზით მეორეს მხრივ ხელს უწყობთ ინდუსტრიას, სამკერვალო ინდუსტრიას, ტექსტილის ინდუსტრიას და ვაძლიერებთ და მცირე წვლილი შეგვაქვს ამ გზით. რაც შეეხება ჩვენი სოციალური საწარმოს ლიდერის, სამკერვალო საწარმო ლიდერის მუშაობას, როგორც ქაბატონმა ლიამ თქვა, იყო გამოწვევებით სავსე წელი ნამდვილად, სხვადასხვა ფაქტორებისგან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწია ძირითადად ფორს-მაჟორში მუშაობამ გადაწყობამ, იმიტომ რომ იცით, რომ ჩვენი წარმოება ბავშვის სამოსი ლიმოს ექსპორტი შეადგენდა დიდწილად, თუმცა წელს 2025 წელი სამწუხაროდ იყო ის წელი, როდესაც ვერ გავიდა ლიმო ექსპორტზე, სხვადასხვა მიზეზი აქვს ამას და ამიტომ შესაბამისად ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე კორპორატიული შეკვეთების გაზრდით ვიყავით დაკავებული. ნამდვილად წარმატებით გამოგვივიდა ეს ნაწილი. ლიმომ რაც გააკეთა 25 წელს იყო ის, რომ აწარმოა სასკოლო ფორმები, ვიდრე დაინიცირდებოდა განათლების სამინისტროს ინიციატივა, მანამდე რამოდენიმე სკოლასთან ვითანამშრომლეთ და ძირითადად ზაფხულის შემდეგ უკვე ვემსახურებით მათ და შევუკერეთ სასკოლო უნიფორმები, წარმატებით ჩავაბარეთ ეს პროექტი, თითქმის წარმატებით, იმიტომ რომ ცოტა ფორს-მაჟორში და დროის გათვალისწინებით ცოტა მოკლე დროში ხდება დიდი პროდუქციის წარმოება და მეტნაკლებად კარგად გავართვით თავი ჩემს გუნდთან ერთად, რომელიც ქმნის საწარმოსაც და ბავშვის სამოსის ბრენდსაც. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ლიმოს მიმართულებით. საფხულში, იტალიაში გამართულ გამოფენაზე, საიდანაც გვაქვს გარკვეული კონტაქტები და ვაგრძელებთ მათთან მოლაპარაკებას. იცით, რომ წარმოადგინეთ 2026 წლის საფხულის კოლექცია. ვიმედოვნებთ, რომ 2026 წლის საფხულამდე ჩვენ რამოდენიმე ხელშეკრულებას გავაფორმებთ და რომელიმე მოლაპარაკება დასრულდება წარმატებით. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, არ ვიცი, ამაზე უკვე უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ
ჩვენი 2026 წლის გეგმა მთავარი არის ის, რომ ლიმო ბოლოს და ბოლოს ჩაეშვება ნამდვილად გაყიდვაში, იმიტომ რომ ეხლა ვმუშაობთ საიტის ადაპტირებაზე, რომ იყოს ონლაინ გაყიდვები აქტუალური და გავიდეს ადგილობრივ ბაზარზე, იმიტომ რომ ეს გეგმა გქონდა 2025 წელს და სამწუხაროდ სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის გამო ეს ვერ შევძელით. ისევ შეეძლებათ ქართველ მოსახლეობას და მსურველებს, რომ შეისყიდონ ლიმოს პროდუქცია ონლაინ. ეს ხარისხიანი, ბავშვის ინტერესებზე მორგებული, კომფორტული, ნატურალური ქსოვილი და რაც მთავარია, შემეცნებითი, როგორიც ეს ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი მანამდე წინა კოლექციებში. ისევ მივიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში, როგორც ეს განვახორციელოთ 2025 წელს და აუცილებლად სოციალური საწარმოს კუთხით გაიზრდება სოციალური მაჩვენებლები. ჩვენ ისევ გვექნება 2026 წელს ის კურსები, რომელსაც ვთავაზობთ სოციალურად მოწყვლადი ქალების გაძლიერებისათვის. ნინო, უშუალოდ ტექსტილის ინდუსტრიაზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, რამდენად იყო 2025 წელი წარმატების წელი, თუ პირიქით გამოწვევები უფრო ჭარბობდა ამ სექტორში? გამოწვევები უფრო ჭარბობდა, იმიტომ რომ იყო არასტაბილური გარემო მთელი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ გვიწევდა მუდმივად ბეწვისხიძე სიარული, იმიტომ რომ ძალიან პატარა შეცდომა შეიძლება მთლიანად გაეკონტროლებინა კომპანია და ასევე მუდმივად ვაკონტროლებდით მიმდინარე სიტუაციას ჩვენს კომპანიაში, რაც რა თქმა უნდა არის უფრო სტრესული, იმიტომ რომ არასტაბილური გარემო პირველ რიგში ბიზნესისთვის არის ძალიან ხელისშემშლელი ფაქტორი, გარე არასტაბილურ გარემოს გულისხმობ და ძალიან ესე ვთქვათ, მედგრად დავუდექით ამ გამოწვევებს ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი და მინდა მადლობა უთხრა მათ ერთგულებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ, ქარტეხილი გადავიარეთ მიმდინარე წელში და ძალიან კარგად გავუმკლავდით ამ გამოწვევებს. ნინო, წინა სახალხო პერიოდი როგორ გამოიყურება ხოლმე ზოგადად სამკერვალოებისთვის, უშუალოდ ლიმოსთვის, არის თუ არა აქ გაზრდილი აქტივობა? როგორც გითხარით, ჩვენ მიმდინარე წელს, იმიტომ რომ დაგვებალანსებინა ექსპორტზე რადგან არ გავედით, ეს დაგვებალანსებინა ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებით, ჩვენ გავაძლიერეთ კორპორატიული შეკვეთები. კორპორატიული შეკვეთები იზრდება წინა საახალწლოდ და ნამდვილად გაზრდილი არის ბოლო დაახლოებით თვე-ნახევარში ვემსახურებით სხვადასხვა მსხვილ ქართულ კომპანიებს, რომლებსაც უმზადებ სხვადასხვა კორპორატიულ დაკვეთებს და ისინიც ვაწვდით მათ, რა თქმა უნდა, დათქმულ ვადაში, ამ კუთხით არის გაზრდილი. კი ბატონო. ნინო, გეგმებზე პრინციპში ვისაუბროთ, თუმცა არ შემიძლია არ კითხოთ საექსპორტო მიმართულებითაც იგეგმება ხომ? ახსენეთ ასევე იტალიაში გამოფენა ზაფხულის პერიოდში, რომელშიც მიიღო კომპანია მონაწილეობა, რომელია თქვენთვის სამიზნე ბაზრები და როგორ ფიქრობთ, სად იქნება წარმატებული ექსპორტი უკვე 2026 წლის ჭრილში? ჩვენი მთავარი სამიზნე ბაზარი არის ევროკავშირი, თუმცა აქცენტს ვაკეთებთ შუა აზიის ქვეყნებზეც და გალფის ქვეყნებზეც. აქტიურად ვფიქრობთ, რომ ჩვენს ახალ კოლექციებს გავიტანთ ამ ჩამოთვლილ ბაზრებზე, თუმცა ევროპაში სანამ გვაქვს და DCFTA არის ძალიან ხელსაყრელი ბაზარი ჩვენთვის და ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება და ჩვენთვის ევროპის ბაზარი იქნება ღია, რადგან ჩვენი პროდუქცია იქ ძალიან წარმატებით გაიყიდა შვედეთში, საფრანგეთში, კორეაშიც გავიტანეთ, თუმცა თუ განვიხილავთ, რომ ევროპაში რამდენად კონკურენტუნარიანი იყო, ნამდვილად მაღალ კონკურენტუნარიანი იყო და ძალიან მოკლე დროში გაიყიდა ჩვენი პროდუქცია, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იქ თამამად შეგვიძლია ევროპის ბაზარზე გარკვეული წილი დავიკავოთ. ნინო, როდესაც ქართულ პროდუქციას უყურებს საერთაშორისო ბაზარი, მათ შორის თქვენი პარტნიორები, დამკვეთები რა არის, რაც ყველაზე მეტად მოსწონთ და რატომ შეიძლება იყოს ქართული პროდუქცია კონკურენტული საერთაშორისო ბაზარზე? ტექსტილის მიმართულებით ცხადია.
დიახ, საერთაშორისო ბაზარზე თუ განვიხილავთ ევროპის ბაზარს, იცით რომ ჩვენთან ამოქმედებულია დიაგონალური კუმულაცია, რაც ხელს უწყობს, რომ ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი. ასევე გამოარჩევს ჩვენს სამოს დიზაინი, რომელიც ძალიან განსხვავებულია და არ არის არც ერთი დიზაინერის ან სხვა პროდუქციის მსგავსი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია მცირე რაოდენობის შეკვეთების დამზადება ისეთი ბუტიკებისათვის, რომელსაც არ სურს ძალიან დიდი რაოდენობის შეკვეთები და ეს შეზღუდვა ჩვენ შემთხვევაში არ არის, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთვის მცირე ბუტიკებთან თანამშრომლობა საერთო ჯამში დიდი წილი არის ჩვენს წარმოებაში და საკმაოდ დიდი რაოდენობა არის, რაც საინტერესოა კომერციულად ჩვენთვის. ასე რომ არის ბევრი ფაქტორი, რაც ფასითაც უწევთ კონკურენციას, ცხადია და იმ საწარმო გზას უფრო მარტივია მაგალითად ევროპის ბაზრისთვის, ვიდრე სხვა პროდუქციისთვის, რა საწარმო გზასაც ქართული პროდუქცია გადის. ნინო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და გისურვებთ წარმატებას და რა თქმა უნდა გილოდებით უკვე 2026 წელსაც სიახლეებით, ახალი გეგმებით, ახალი მიზნებით. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ. გიორგაძე, ლიმოს დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რაც შეეხება ჩვენს მორიგ თემას 1896 წელს გაზეთში დროება დაიბეჭდა ფელეტონი, სადაც ახალი და ძველი წელიწადი იყო განხილული. ფელეტონში ტრადიციული სავალდებულო საახალწლო ნუგბარის გოზინაყის რეცეპტი თავისებურად იყო მოთხრობილი. აბა მოიგონეთ, რამდენი სასიამოვნო გრძნობა გამოგივლიათ გოზინაყის სამზადიში, მოხარშვაში და დაბერებაში. განა თქვენი გული არ გიფანცქალებთ ამბების მოგონებათაო? იწერებოდა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან გაზეთში. როგორ აღწერდნენ ქართულ პრესაში საუკუნო ნახევრის წინ ახალი წლის სინონიმად ქცეულ ქართულ ნუგბარს და რა გამორჩეული ნიშა უჭირავს დღესაც ქართულ კულტურასა და გასტრონომიაში? ვნახოთ ამაზე სიუჟეტი, ჩვენ კი მორიგი სტუმრით გიბრუნდებით რამდენიმე წუთში. დეკემბრის მიწურულს საქართველოს ყველა ოჯახში ერთი და იგივე მაგიური სურნელი ტრიალებს. ეს მოახლოებული დღესასწაულის ბავშვობის სანუკვარი მოგონებების არომატია, რომელიც ნიგვზის მოხალვისა და თაფლის დუღილისას დგება. საუკუნეები იცვლება გარემო და ტექნოლოგიები, მაგრამ ახალი წლის ღამეს თაფლში ჩაძირული ნიგვზის ადგილი ხელშეუხებელია. ეს ტრადიცია იმდენად ღრმად ფესვგადგმულია, რომ დროსაც კი არ ემორჩილება. ამას ადასტურებს ძველი ქართული პრესის ფურცლებიც. ჯერ კიდევ 1886 წელს გაზეთ დროებაში გამოქვეყნებული ფელეტონი ზუსტად გადმოგვცემდა იმ ემოციურ ფორიაქს, რაც საახალწლო მზადებას თან ახლავს. ავტორი თითქოს დროის მანქანით გადმოყურებს და გვახსენებს. აბა მოიგონეთ, რამდენი სასიამოვნო გრძნობა გამოგივლიათ გოზინაყის სამზადისში. განა გული არ გიფანცქალებთ ამბების მოგონებითო. ეს გულის ფანცქალი დღესაც ნაცნობია, თუმცა მაშინდელი რიტუალი ბუხართან, ზედადგარსა და სპილენძის ქვაბებთან იყო დაკავშირებული. ძველად თაფლს დილიდანვე ყიდულობდნენ, არჩევდნენ საუკეთესო ნიგოსსა და ნუშს, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ გოზინაყი მხოლოდ ნუგბარი კი არა, ბარაქისა და სიტკბოების სიმბოლო იყო. გაზეთი დროება საოცარი სიზუსტით აღწერს პროცესს. აი ამოვიდა თაფლი, შესდგეს კიდეც, მოურიეს და სინჯავენ. ეს სინჯვა გოზინაყის მომზადების ყველაზე საკრალური მომენტია. საუკუნის ნახევრის წინაც, ისევე როგორც დღეს, თაფლის დუღილის ხარისხზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა მომავალი წელი, მყარი და ტკბილი. სწორედ აქ შემოდის მთავარი ინგრედიენტის თაფლის გადამწყვეტი როლი. ისტორიულად დიასახლისები თაფლს ოქროსავით აფასებდნენ, რადგან უხარისხო წყალნარევი პროდუქტი მთელ შრომას წყალში ჩაყრიდა. დღეს როცა ბუხრები გასქურებმა ჩაანაცვლა, ხარისხის სტანდარტი იგივე რჩება თანამედროვე სამზარეულოში. ისევე როგორც მე-19 საუკუნეში ყველაფერი კარგი თაფლით იწყება. როცა დიასახლისი კარადიდან იღებს ქარვისფრად მოელვარე თაფლის კილას და მის სქელ არომატულ მასას ქვაბში ასხამს, ის ზუსტად იმავე რიტუალს ასრულებს, რასაც მისი წინაპრები. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თანამედროვე ქართული ბრენდების წყალობით დღეს საუკეთესო თაფლის ძებნა ბაზარში დილიდანვე აღარ გვიწევს. თუმცა მისი სურნელი, როცა ის დუღილს იწყებს, ზუსტად ისეთივე მინდვრისა და ყვავილების ნოტებს აფრქვევს, როგორცაც ძველი რეცეპტები მოითხოვდა. ნამდვილი გოზინაყის თაფლი, როგორც ამბობენ, ზამთარში შენახული მსისხლია. მისი ხარისხი და ნატურალური არომატი ის უხილავი ძაფებია, რომლებიც გოზინაყს უბრალო ნუგბარისგან განასხვავებს და მას სადღესასწაულო სუფრის გვირგვინად აქცევს. საგოზინაყე თაფლი სასურველია მაისის იყოს, აკაციისა და ციტრუსის ან შერეული ყვავილების. ცაცხვისა და წაბნარევი თაფლი უქიფერისაა და
გოზინაყი შესაბამისად მუქი, თუმცა საოცრად არომატული გამოდის. მე-19 საუკუნის გაზეთ დროების ჩანაწერებში ვკითხულობთ იმასაც, რომ როცა დუღილის სასურველ კონვინციამდე მიყვანილ თაფლში მიგოს ჩაყრიან, აურევენ და სინებზე გაშლიან, გულის ფანცქალიც მშვიდდება. ეს ის მომენტია, როცა ტრადიცია ფორმას იღებს და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს ამყარებს. 1886 წელსაც და დღესაც გოზინაყი ახალი წლის შეუცვლელი სინონიმია, ჩვენივე ხელით შექმნილი დღესასწაული, რომელიც წელიწადის ყველაზე ჯადოსნურ დროს ასეთივე არომატით ავსებს. გადაცემის მესამე ნაწილს ბამბუზე საუბარს უთმობთ. ეს არის ქართული წარმოება, რომელიც ხის დეკორებსა და მცირე ზომის ავეჯს აწარმოებს. ანუ ძირითადი კონცეფცია არის არტ დეკორი და მცირე ზომის ავეჯი, საბავშვო სათამაშოები კი მხოლოდ შეკვეთით მზადდება. ბამბოს საოჯახო ბიზნესია, რომელიც 2020 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს. წინა საახალწლო გაყიდვებზე, გეგმებსა და პროექტებზე უკვე თეკა ჯამაკაშვილი, ბამბოს თანადამფუძნებელი ისაუბრებს. თეკა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენი მოწვევისთვის და მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ უკვე აღარ ვიცი მე რამდენი თუ არ და დიდი მადლობა ამისთვის. პირიქით, მადლობა თქვენ. თეკა, უპირველესად მინდა 2025 წელი მიმოვიხილოთ. რამდენად წარმატებული იყო კომპანიისთვის და რა იყო ის მთავარი სიახლეები, რაც 2025 წელს განხორციელდა? ჩვენ მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, იყო წარმატებული, რადგან ვიტყოდი, რომ 50-60%-იც დაიყო წინა წელთან შედარებით და შეშინებულები ვიყავით გარკვეულწილად. არ გვიგონა ესეთის და თუ იქნებოდა, ეს განაპირობა ალბათ ტურისტულმა ნაკადმა, რადგან ჩვენი სეგმენტი უფრო მეტად მოიცავს ტურიზმს და ტურისტებს, ესე ვთქვათ. როგორც აღნიშნეთ, გადავერთეთ უფრო მეტწილად არტ დეკორის წარმოებაზე და ჩვენი მცირე, ესე ვთქვათ, სახელოსნო კონცეპტუალური სივრცე ასევე, რომელიც აერთიანებს მაღაზიასაც ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობდა. ძალიან გვიხაროდა, იმიტომ რომ არაერთი ქვეყნიდან თუ კონტინენტიდან მოდიოდნენ ადამიანები და ახლა უკვე გააზრებულად, წინა წელს თუ ესე შემთხვევით აღმოაჩენდნენ, წელს უკვე იყო, რომ რეკომენდაციით მოსული ადამიანები და ძალიან დიდი დაფარვა იყო, ძალიან გახარებულები ვიყავით. ასევე იყო ძალიან საინტერესო ერთი მიგნება ის, რომ ჩინეთიდან შემოსული ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა იყო ჩვენი მომხმარებელი. ეს ალბათ ზოგადად ქართულ ბიზნესზე, ტურიზმზეც აისახა, შეიმჩნეოდა და მე თანხმებიან სხვადასხვა ტურიზმში მომუშავე ადამიანები და ჩვენ შემთხვევაში იყო ეგრეთ წოდებული, ვიხმარებ ამ სიტყვას, ტრენდული, გავტრენდით და ძალიან დიდი ნაკადი იყო გააზრებულად მოსული კონკრეტულად ჩვენთან ბამბოში და ძალიან სასიხარულო იყო ეს ყველაფერი. ხო, ტურიზმის სექტორის წარმოადგენლები, მათ შორის ჩინეთის ბაზარი ახსენეთ, აი რას ყიდულობენ ისინი ძირითადად რა მოსწონთ? არტ დეკორია, მცირე ზომის ავეჯი თუ როგორ არის ეს განაწილებული? მაღაზიაში ძირითადად გვაქვს სახლები, დეკორები, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფუნქცია, შეიძლება იყოს მხოლოდ სამშვენისი დეკორი, ასევე იყოს საკიდი, იყოს წიგნის დამჭერი, მცირე ზომის პატარა მაგნიტები იქნება თუ სხვადასხვა სუვენირები. ჩვენთან ყიდულობენ ემოციას, ესე უცნაურად ჟღერს, მაგრამ მათთვის ხელშესახები ხდება ხელოვნება, რადგან უშუალოდ ჩვენთან ხდება არა მარტო გაყიდვა, არამედ პროცესი, როდესაც მოდიან, ეზიარებიან ხოლმე მოხატვას და ფაქტურებას თუ კონკრეტულად მათზე შეგვიძლია რომ მოვერგოთ და გავაკეთოთ სასურველი წარწერა და ერთად შევქმნათ ის მოგონება, რომელიც ესე ვთქვათ დააგროვეს და უკვე გადავიტანოთ ამ ჩვენს ნამუშევარში და შესაბამისად ეს მათთვის არა მარტო ჩინელი მომხმარებლისთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანისთვის არის ხოლმე ძალიან ემოციური და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ხდის ბამბოს უნიკალურს და სწორედ ამას თავადაც აღნიშნავენ ხოლმე, ასე რომ ერთად ვქნით ხოლმე ესეთ ემოციას და მოგონებას. თეკა, წინა საახალწლო პერიოდი როგორ გამოიყურება ხოლმე ბამბოში, რამდენად იზრდება გაყიდვები ამ პერიოდში? კი, მოგეხსენებათ ჩვენ რადგან ვართ მცირე ზომის ესე ვთქვათ დეკორატიული სახლები, უფრო საიმიჯოდ სახლებთან ვასოცირდებით და შობის სოფელთან, სახლებთან, ახალწელთან და ჩვენი ისტორიაც ესე დაიწყო. თავის დროზე რომ საახალწლოდ დავიწყეთ ჩვენთვის დამზადება რაღაცაების, ეს უკვე 13 წელი გავიდა და თვლით რომ რაღაც საინტერესო ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა, რომელიც შემდეგ უკვე გადმოვიტანეთ ჩვენს მეგობრებზე, მოსახლეობაზე და ახლა უკვე სხვადასხვა ქვეყანაშიც გავავცელეთ, ესე გამოვიდა. ჩვენთან ხდება ხოლმე ისეთ რაღაც, რომ ვართ ელფები, ძალიან დიდი, თბილი და ლამაზი აურზაური გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოთხოვნა არის და შესაბამისად ამ წელს უკვე
დასტაბილურდა მეტნაკლებად და იყო ძალიან დიდი მოთხოვნა რამოდენიმე ასე ვთქვათ ფესტივალზე იქნება თუ საშობაო ბაზრობაზე მივიღეთ მონაწილეობა ნაკლებად აქტიურობთ ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩვენივე სივრცეში ეს ძალიან კარგად ხდება ჩვენი პროდუქტის რეალიზება, მათ შორის იყო ახლა ჩვენ მეგობრობთ ესე ვთქვათ ფაბრიკასთან, რომელიც რაღაცა საიმიჯოდ კარგად თან ვარსებობთ თუ თან მეგობრობთ, რომელიც ტრადიციასავით ჩამოყალიბდა და იქ ნამდვილად ჯადოსნური გარემო იყო. სხვაგან ჯერჯერობით და სავარაუდოდ არც მივიღებთ მონაწილეობას, დანარჩენი იყო შეკვეთები, რა თქმა უნდა, მცირე ზომის კორპორატიული შეკვეთებიც და ასე რომ ძალიან ისეთი აქტიური საახალწლო სეზონი გქონდა, ასევე გავაკეთეთ ახალი პროდუქტიც, კოლაბორაცია, ეგრეთ წოდებული ჩვენი საჰაერო ბურთის სახლით, რომელიც ვიტყოდი, რომ ძალიან მოულოდნელად გახდა იმდენად მოთხოვნადი, რომ ვერ ავდივართ, იყო ლიმიტირებული კოლექცია და აბსოლუტურად ამოიწურა, ისე რომ ჩემთვის არ დამჭა და ძალიან გაგვიხარდა, გვახარებს ქართველი მომხმარებლის აქტიურობაც, რადგან ვთქვი, რომ უფრო მეტწილად იყო ტურიზმზე ორიენტირებული, თუმცა ამ საახალწლოდ ჩვენი ძალიან დიდი შეიძლება ითქვას, რომ 50 და მეტი 60%-იც გაყიდული, ესე ვთქვათ, ჩვენი პროდუქცია იყო ქართველი მომხმარებლის მიერ შეძენილი. კი, და ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ მოენატრათ ალბათ ეს ჯადოსნური საახალწლო ფუსფუსი და ძალიან სასიხარულოა ეს. თორე წინა წელი საკმაოდ რთული იყო და ხო, ყველასთვის ალბათ. კი, ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა თეკა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელსაც არაერთი ამბავი და სიახლე გექნებათ ჩვენთვის გასაზიარებელი. მადლობა, აუცილებლად გვინდა კოლაბორაციები, სხვადასხვა დამატებები, სხვადასხვა ესე ვთქვათ საინტერესო პროექტების, უკვე გვაქვს რაღაცაებიც, ასე რომ გვადევნეთ თვალი და გვეწვიეთ ჩვენთან. მადლობა კიდევ ერთხელ თეკა ჯამაკაშვილი, ბამოს თანადამფუძნებელი სტუმრობდა. გადაცემას ამით კი დღევანდელი ეთერი დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით BMG-ს ეთერს რამდენიმე წუთში უკვე საქმის კურსი აგრძელებს.